კედელში ნამდვილი ძვლებს. მილანის დუმოსთან, ანუ მილანის ტაძართან. Game over. ადრიანი იტალიური მოგზაურობის პირველ ნაწილში მილანს, ვერონას და ვენეციას ვესტუმრეთ. 13 ევრო გადავიხადეთ ერთ ადამიანზე მილანის ცენტრამდე. ბილეთი შეგიძლიათ იყიდოთ როგორც აპარატებზე თქვენით, ასევე შეგიძლიათ რომ სალაროსთან მიხედეთ. ძალიან მარტივია მიგნება, იმიტომ რომ ყველაფერზე მინიშნება არის. და დადის გონი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ეს ტრანსპორტი. რომ შეუკვეთა კაპუჩინო. რა ღირდა? 2.30 ევრო ღირდა და თქვა აკეთებს აქ აპარატი. ბილეთებს როცა აიღებთ, ესე უნდა დაასკანეროთ აი ასეთ პატარა იმ რაღაც ტერმინალებზე. ესე უნდა მივასკანეროთ და შემდეგ უნდა ავიდეთ მატარებელში. დაუსხედით ახლა და ველოდებით როდის გავა. ძალიან მოწესრიგებული მატარებლებია, აქეთ საპირფარეშოც არის. მეორე სართული არის კიდე. მოვედით მილანის დუმოსთან, ანუ მილანის ტაძართან, ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობასთან მილანში. ახლა მოვედით წმინდა ბერნარდინოს სამლოცველოსთან ძვლების კედლით, სადაც კედლებში არის ნამდვილი ძვლები. შემოსასვლელიდან ხელმარცხნი უნდა წამოხვიდეთ და ნახოთ კედელში ნამდვილ ძვლებს. მილანის მთავარ საოპერო თეატრს ლასკალას. ის როგორც მილანში, ასევე მთელ მსოფლიოში ცნობილია და ალბათ ყველას გაგიგია. ახლა მოვედით ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში, რომელიც მე-15 საუკუნეში აიგო და პირვანდელი დანიშნულება იყო თავდაცვითი ჯარის
ასე იქნა და შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან იტალიელ ოჯახს ეკუთვნოდა. ამასობაში გაგვიწვიმდა და ესე ლამაზად წვიმს. ძალიან გაწვიმდა, არ ვიცი რამდენად ჩანს და ყველა სადღაც აფარებს ხის ქვეშ თავს. მოვედით სასტუმროში, არ ვიცი რა არის, რა ქვია ამ ადგილს. რაღაცა საბომჟეთში მოვედით, ორ ვარსკვლავიანი სასტუმროა. ესე ხდება, როდესაც იაფას ჯაუშნი. Wi-Fi მუშაობს ეს რა. ცოტა დავისვენეთ და გამოვედით ახლა ისევ მილანის ქუჩებში. დაგეგმილი მქონდა კომოს ტბაზე წავსვლა, მაგრამ ძალიან ცუდი ამინდი იყო, წვიმდა და ვეღარ წავედით. ახლა გამოვიდა ძალიან კარგი ამინდი, უბრალოდ შორია დაახლოებით 1 საათზე მეტი გვჭირდება იქ მისასვლელად. ახლა სადაც ვართ აქედან და ამიტომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ წავედით კომოს ტბაზე, მაგრამ არა უშავს. ერთ-ერთ ახლა მივდივართ ძალიან ლამაზ ადგილას. შემდეგ უნდა დავგემოვნოთ იტალიური პიცა და თუ მოგვეწონა გაგიზიარებთ ლოკაციას. ძალიან ბევრი ხალხია. ესე იგი შევკვეთეთ ახლა პიცები, მარინარა და მარგარიტა. მარინარა რადგან არ გამისინჯავს. კიდევ რაღაც აპეტაიზერი შევკვეთეთ და ვნახოთ, ანუ ხალხის მიხედვით, ესე იგი ძალიან ცნობილი ადგილია და ხალხს რეალურად მოსწონს. გასინჯარო. აია. ხო, ზეჩი აღშევწევარი სუპარები და ზოგადად მოხრილი მოსწონილი პიცის სოუსი. ახლა ჩემი ჯერია. არ ვიცი ხელი თუ დავჭამო ჩანგლის ფურით. ერაშია ტომატის სოუსი. მოვიდა ჩვენი პიცები. ანუ აქ დავაკვირდით და იტალიელები უმეტესად დანაშაულის ჭამებს ისმის. რომ შეხედავ, უბრალოდ რა მიყვარს რა, ადამიანები აქაურები არიან ძალიან გამხდრები და ეს პიცა ერთი ცალი მოდის ერთ ადამიანზე და ისე ჭამენ, რომ არ ვიცი, ძალიან მარტივად და აყოლებენ დესერტებს და რაღაცებს და ჩვენ საერთოდ კუთხეები ვერ შევჭამენ. როგორ ახერხებენ, არ ვიცი, ალბათ მიჩვეულია ორგანიზმი ამ პიცის ჭამას. პიცა მოცარელა ესე ქვია, ჩვეულებრივად იგუგლება, ამიტომ შეგიძლიათ რომ დააგემოვნოთ. ძალიან კარგი იყო. და სულ გადავიხადეთ 2 პიცაში, აპეტაიზერში, 2 ლუდში და 1 ფანტაში 25 евро. ასე დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა მილანში. მეტის ნახვა ვერ მოვასწარით და ვნახოთ შემდეგი ქალაქები. Keep this love in the photograph.
It made us memories for ourselves. When our eyes are never closing, ours will never broken. Time forever frozen. ცუდი შეფასება დავუწერე ჩვენ სასტუმროს, იმიტომ რომ მთელი ღამე არ მეძინა, ძალიან ხმაური იყო და ახლა მივდივართ ავტობუსზე, სადღაც 2 წუთი გვაქვს იმისთვის, რომ მივასწროთ. რა თქმა უნდა, ვაგვიანებთ. მოვასწარით და დაგვაუწყდა მაგნიტების ყიდვა. ყველა ქალაქში ვყიდულობთ მაგნიტებს და აი პირდაპირ Flixbus-ის გაჩერებაზე იყო 2 ცალი 5 евро. ტრადიციულად მოვედით და ეგრევე წავიდეთ. აი, ესე არასდროს არ გააკეთეთ, ყოველთვის მოდით. მინიმუმ 10 წუთით ადრე მაინც. თურმე ყოფილა მაგისტრალთან ცხოვრები ადამიანებისთვის ესე ვთქვათ ბარიერი, ხმაურის ან აი მაგალითად სიბინძურის, სოფოედრის მიზნით არის მოკლედ ეს ბარიერები გაკეთებული და ძალიან ლოგიკური და ჭკვიანური არის. ჩამოვედით ვერანაში, წავიდეთ ახლა ვჭამოთ და დავათვალიეროთ აქაურობა. არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი, რომელიც ინსპირირებულია შექსპირისთვის ინსპირაციის წყარო იყო. უბრალოდ ძალიან დიდი რიგი აქ ვერ შევალთ ფიზიკურად. არ ვიცი ეზოში რიგის გარეშე შემოვით, რანაირად ვერ მივხვდი, მაგრამ შემოვედით. აი ეს არის ჯულიეტას ცნობილი ქანდაკები. ეს არის საათი, რომლის მშენებლობაც მე-12 საუკუნეში დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ესეც. აი, ულამაზესია აქაურობა. ყველა კუთხე არის ძალიან ლამაზი. ეროვნული ქორწილი. ხერა ლამაზები არის. ეხლა შევუკვეთეთ French fries-ები. კაია? შედვართ ეხლა პარკში, ვისვენებთ და ცოტა ხანში წავალთ ვენეციისკენ. როგორ გძნობ ფარო თავს? მოგეწონა ვერონა? მაგარია ვერონა, მილანის მეჩვენა. მილანი რატომ არ მოგეწონა? იმიტომ რომ უბრალოდ იყო 2 თუ 3 სანახაობა და დანარჩენი იყო ძალიან მოუწესრიგებელი ქუჩები, შუქნიშნები და ასე შემდეგ. მილანზე მეტად მეც ვერონა მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ქუჩებია, მაგრამ ძალიან ბევრი ტურისტი მოპენცებში მილანშიც ბევრი ტურისტი იყო. Ну, მოკლედ, კადრებს ნახავთ და თქვენ შეაფასეთ, თქვენ რომელი უფრო მოგეწონათ. მე და აროს ვერონა უფრო მოგვეწონა სილამაზის მხრივ და მოწესრიგებლობის მხრივ. ვინც არ იცით, დღეს 10 მაისია და ჩემი დაბადების დღეა. ჩამოვედით ჩვენ უკვე ვენეციაში და ახლა მოვედით ძალიან საყვარლობა ბარში და უნდა აღვნიშნოთ ჩემი დაბადების დღე.
საჭმელიც მოგვიტანეს. ძალიან კარგი ადგილია სასიამოვნო, ვისიამოვნეთ მუსიკის მოსმენითაც, საჭმელებით ასე თუ ისე გემრიელია. ამ ადგილს ქვია Alba More, არის ვენეციაში. ცოცხალი მუსიკა თუ იქნება, გირჩევთ რომ მოხვიდეთ. ძალიან კარგად უკრავენ. გამოვედით ახლა ვენეციის ქუჩებში და ვიყიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ულიმიტო ბილეთი, რომელიც ღირდა 25 евро. მაგრამ ნახეთ ძალიან მოგებული ხართ, იმიტომ რომ ამით შეგიძლიათ გემებით გადაადგილებაც, ავტობუსით გადაადგილებაც, ტრამვაით გადაადგილებაც და მატარებლით გადაადგილებაც. შესაბამისად, შეგიძლიათ რომ სხვა კუნძულებზეც გადახვიდეთ, მაგალითად ბურანოზე. ხო, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს გვეყიდა, იმიტომ რომ თან ბევრი მოძრაობა გვიწევს. ამ ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ აპარატებიდან, წითელი ფერის აპარატებია, რა ქვია? Tren Italia ქვია, სადაც მაგ აპარატს შეხვდებით, შეგიძლიათ რომ მაგ აპარატიდან შეიძინოთ ჩვეულებრივად. მოკლედ ეს რაც ვიყიდეთ, ეხლა უნდა წავიდეთ ერთ ადგილას, გემით რა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და აქ არის უდიდესი რიგი. აი არ ვიცი და ჩვენ პრიორიტეტი რაც არის, მან ეს გავატარეთ. არც ვიცოდი პრიორიტეტი თუ იყო. უბრალოდ გავატარეთ და გატარდა. და ეხლა ხედავთ 4 იმაში ველოდებით 4 ადამიანი აქ, ანუ რა ხდება, ვერ მივხვდით რა პრიორიტეტი გვაქვს თუ რა არის. მოვიდა ახლა ტრანსპორტი. ანუ პრიორიტეტები ვართ. ჩვენ დავსხედით და მერე გამოუშვეს სხვები. ეს არის აი ცნობილი რიალტოს ხიდი, პონტო დი რიალტო, ესე ქვია, არ ვიცი ამდენად სწორად ვამბობ. სადღაც მოვდიოდით და აღმოჩნდით, აი აქ დავიკარგეთ აშკარად. კიბე. ვაუ, ოღონდ მართლა წიგნებისაა. ეს არის ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტირამისუ. მოვედით ახლა ბურანოში, კუნძულ ბურანოზე, 12 ნომერი გემით. მეტყობა ალბათ სულ ხასიათზე ვარ. ფოტოაპარატი ჩამივარდა ვენეციაში წყალში. არ ვერ მოასწრო დაძირვა, მაგრამ აღარ ირთვება.
ასეთი იყო იტალიური მოგზაურობის პირველი ნაწილი. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ მომდევნო ვიდეოებს.